პარალიზებული თბილისი და სატრანსპორტო კოლაფსი დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში. გუშინ საცობებისა და გაუვალი ქუჩების გამო სახანძრო სამსახური ცეცხლმოკიდებულ კორპუსთან დაგვიანებით მივიდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პიკის საათებში დედაქალაქის მთავარი მაგისტრალები სულ უფრო და უფრო გაუვალი ხდება, რაც აფერხებს სახანძრო, სასწრაფო და საპატრულო სამსახურების დროულ და ეფექტიან მუშაობას. ამასთან დისკომფორტს და პრობლემას უქმნის დედაქალაქის 1,5 მილიონიან მოსახლეობას. ექსპერტები მერის სატრანსპორტო პოლიტიკის შეცდომაზე საუბრობენ, ხოლო თავად კახი კალაძე ამ ყველაფერში ავტომობილების რაოდენობას და თავად მოქალაქეებს ადანაშაულებს. ნინო გიგაური გვეტყვის უფრო კონკრეტულად თუ რა პასუხი აქვს კახი კალაძეს თბილისში შექმნილ სატრანსპორტო პრობლემებთან დაკავშირებით. თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს აღიარა, რომ ქალაქში ნამდვილად არის სატრანსპორტო კოლაფსი და შექმნილი არის ფაქტობრივად ძალიან მძიმე მდგომარეობა ამ თვალსაზრისით, თუმცა ის საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ ხედავს საცობებში და ამბობს, რომ ეს ყველაფერი არის იმის ბრალი, რომ ძალიან ბევრი ავტომობილი გადაადგილდება დედაქალაქის მასშტაბით და ასევე მან თქვა, რომ გუშინ საღამოს სწორედ იმ დროს, როდესაც მართლა სატრანსპორტო კოლაფსი ვნახეთ ჩვენ დედაქალაქში, მოხდა 50-მდე ავტოსაგზაო შემთხვევა და სწორედ ეს იყო გამომწვევი მიზეზი საცობის. ფაქტობრივად მან კვლავ მოსახლეობას დააბრალა შექმნილი ვითარება თბილისის ქუჩებში და ის ამბობს, რომ სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც მას აქვს შემუშავებული და რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელობს თბილისის მერი, არის აბსოლუტურად სწორი და კომპეტენტური, თუმცა მანამ სანამ ეს სატრანსპორტო პოლიტიკა ბოლომდე არ დასრულდება, მანამდე არ განიმუხტება დედაქალაქის ქუჩებში ეს პრობლემა და მოძრაობა ავტომობილების. გუშინ ასევე სწორედ იმ დროს, როდესაც იყო საცობი შექმნილი დედაქალაქში, განსაკუთრებით კი ცენტრალურ უბნებში და ცენტრალურ ქუჩებზე, ქავთარაძის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა ხანძარი, სადაც საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა შუახნის მამაკაცი. მეზობლებმა გამოიძახეს სამაშველო სახანძრო ჯგუფი, თუმცა სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ვიდეო კადრები, სადაც კარგად ჩანს თუ როგორ არის გაჭედილი ეს სახანძრო სამაშველო ჯგუფი საცობში და როგორ ვერ ახერხებს ის დროულად მივიდეს დანიშნულების ადგილამდე და ჩააქროს ცეცხლი. დღეს კახა კალაძეს ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც დავუსვით კითხვა, თუმცა ის ვერც ამაში ხედავს საკუთარ პასუხისმგებლობას, ამბობს, რომ თბილისელებს აქვთ იმდენი თვით შეგნება, რომ გაათავისუფლონ ასეთ სიტუაციებში ქუჩები და გაატარონ სამაშველო სახანძრო მანქანა იქნება ეს თუ სასწრაფო სამედიცინო მანქანა. ამ მიმართულებითაც თბილისელების იმედად არის კახა კალაძე დარჩენილი, თუმცა დღეს ადგილზე სწორედ იმ კორპუსში, სადაც ეს შემთხვევა მოხდა, სულ სხვა რეალობაზე საუბრობდნენ მეზობლები. საცობში გაიჭედა თამარაშვილზე და დროულად ვერ მოვიდა. სამაშველო სამსახური დიახ. რამ გამოიწვა ხო ეს? საცობმა. არა ხანძარით. ვაი, მე ხანძარი არ ვიცი. ჩემთანაც არ შემოსული ის წყალი და რო შემოვედი მაგითო. დაზიანდა სხვა. კი, დაზიანდა ხა წყალი ძალიან უბრალოდ დააზიანებდა ვერ ვიცი. ხა ისიც არ ვიცი რა მოხდა ზუსტად. არც გაგვიგია ძალიან დაინტერესებს, მაგრამ მიმეტყვის მეჯერ. არც სასწრაფო დახმარების მანქანას და არც სახანძროს გადაადგილების თვალსაზრისით არ აქვს პრობლემა, იმიტომ რომ საზოგადოებას აქვს იმის კულტურა, რომ როდესაც სახანძრო მოდის და თუნდაც სასწრაფო დახმარების მანქანა გაატარონ. რაც შეეხება საცობებს, საცობები ერთ-ერთი გამოწვევაა და ამის მთავარი მიზეზი არის გადაჭარბებული რაოდენობა ავტომობილების. 650,000 ავტომობილი მოძრაობს თბილისში პიკის საათში. ვაკე საბურთალოს მიდამოებში იყო 54 ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ. ეს საოცრებაა, ცხადია. ოპოზიცია არის ჩვეულებრივი, აი სპეკულიანტები არიან, აღნიშნული თემით სპეკულირებენ, მე გამოვედი და კიდევ ერთხელ ვთქვი და გაუსვი ხაზი. თუ გაქვთ რაიმე და იცით, მზად ვართ, მოიტანეთ, ან გააკეთეთ განცხადებები და დავაკეთებთ. მაგრამ უბრალოდ ძახილი რომ აი ეს არასწორს აკეთებს, კაი, მე არასწორს ვაკეთებ. რა არის სწორი გვითხარით? კალაძის ოპონენტებმა კარგად იციან, რომ თბილისის მერიაში კახა კალაძის მეთაურობით არის კორუფცია და ასევე არაპროფესიონალურად სრულდება
ის რეფორმები, რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო პერიოდში, სწორედ კალაძის ოპონენტები, კორუფციის მკვლევარები ამბობენ, რომ მთავარი გამოწვევა მერიაში არის კორუფცია, მთავარი პრობლემა არის ის არაერთი გაცემული დაპირება კახა კალაძის მიერ, რომელიც წლების წინ მისცა თბილისის მოსახლეობას მერმა, თუმცა ამ დრომდე არ არის შესრულებული. ეს იქნება მაგალითად 18 მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა და წესით ახლა უკვე უნდა გადაადგილდებოდნენ თბილისის ქუჩებში ეს ავტობუსები, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ სარგებლობენ მოქალაქეები ამ ავტობუსებით. ასევე თბილისის მეტროში შექმნილი ძალიან მძიმე მდგომარეობა, რასაც ასევე მოქალაქეების მიერ გავრცელებული ვიდეო და ფოტოკადრებიც კარგად ასახავს ამ ყველაფერს, გადაჭედილი ვაგონები და გადაჭედილი მეტროს სადგურები და მაშინ როდესაც კახა კალაძე მოითხოვს, რომ დატოვონ ავტომობილები სახლში მოქალაქეებმა და გადასხდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, უნდა ვივარაუდოთ, რომ არც ეს არ არის გამოსავალი თბილისის მოქალაქეებისთვის. როდესაც ჩვენ ვისმენთ ქალაქის მერიის წარმომადგენლების ძალიან ინფანტილურ და სასაცილო განცხადებას, რომ ქალაქში ავარია გამოიწვია, საცობი გამოიწვია რამდენიმე ავარიამ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ჩვენ ხვდებით, რომ არანაირი ხედვა ქალაქში არსებული პრობლემების არ არსებობს. უცოდინრობა და უცოდინრობაზე მეტად კორუფცია არის პრობლემა, რომელიც იწვევს ამ საცობებს, სრულად კორუმპირებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების პროცესი, კორუფციით არის მოცული საგზაო ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის და განახლების პროცესი და საბოლოო ჯამში ვიღებთ შედეგს, როდესაც უბრალოდ წარმოუდგენელი ხდება ქალაქში გადაადგილება. თბილისში არ გადაადგილდება 650,000 ავტომობილი, მთლიანად საქართველოს მასშტაბით ტეგ დათვალიერება, გავლილი სატრანსპორტო საშუალებები არ აღემატება 800,000. აქედან გამომდინარე, კახი კალაძის და ვიქტორ წინოსანის ლოგიკით 800,000-დან მთელი საქართველოს მასშტაბით გულისხმობ 650,000 პიკის საათში გადაადგილდება თბილისში. ეს არის მათი ლოგიკა, რაც აბსურდულია. რეალურად ჩვენი მაჩვენებლები, ანუ ავტომობილების რაოდენობა 1000 სულ მოსახლეზე სამჯერ ნაკლებია ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნის მაჩვენებლებთან ევროკავშირის მასშტაბით. მიუხედავად იმისა, რომ მერი კალაძე არ აღიარებს პრობლემას და საკუთარ პასუხისმგებლობას, ფაქტი არის, რომ თბილისი არის სრულად პარალიზებული, როგორც მსუბუქი ავტომობილებისთვის, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის.